ეს ძალიან საინტერესო ეს არის მარადიორობის, მე ამას რეიდერობას ვეღარ დავარქვევ, ეს არის მარადიორობა, გაძარცვა უკვე, მაშინდელი მიცვალებული ფედერაციის. ხო, სხვა შორის აქ არის დოკუმენტი, რითაც ასევე დასტურდება, რომ ნიკოლოზ ალასანია და ყიფშიძე რესპუბლიკური ღმერთმა გაანათლოს აცგარცვენებული, ყიფშიძის შვილი არიან დამფუძნებელი დახურული კარტოდრომის ლუბლიანას ქუჩაზე. ზუსტად აცგარცვენებულის მაინც რა პოზიცია ეკავა, ჩვენი საზოგადოება მას იცნობს როგორც მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს და ამ ადამიანზეა ლაპარაკი? მაგის შვილზე. არა, ხო, მაგაზე რა ამ ადამიანზე, რომელიც გამოდიოდა ხოლმე და თურმე როგორ ვაწამებთ სააკაშვილს ციხეში და როგორ მოდება და როგორ რაღაც დაავადებები აქვს, ამებით საზოგადოებას ელაპარაკებოდა ხოლმე. ამ ყველაფერს შემდგომ უკვე ბატონო სოზარ უკვე იმ წეღანდელი ჩვენი ფრაგმენტისა პოლიციის სამართლოსთან დარბევის მერე მოყვა და ყველაზე მძიმე, რითაც დავიწყე საუბარი, ეს იყო უკვე ჩვენი დაჭერა მთელი ოჯახის და ლევანი ჩემი უმცროსი შვილი, რომელ ერთადაც ვიყავით იმ მომენტში 26 მაისს ღამე 2011 წლის და წყლის ჭალმა გიორგი ჩემ უფროსის დაგვაცილა და ჩემ მეუღლეს. მთელი ოჯახი იქ ვიყავით და ეს ძალიან ცუდი ფოტოებია და ამიტომ მე ვერ იდები ხოლმე Facebook-ი ბლოკავს ხოლმე ერთხელ დავდე ეს ფოტოები და ბლოკავს რომ ეს არის ვიღაცის ნაზ ფსიქიკას იქ მის ადმინისტრირებას უწევს ემშინება მოქმედებს მაგაზე და აპატარავებს ხოლმე ამ ფოტოებს და მე უგონოდ შემიტანეს პირველი მე მნახა როდესაც გონებაზე მოვდიოდი ჯერ ოპერაციას მიკეთებდნენ ოპერაციის დროს დამადგა ვიღაც კაცი მოგვიანებით გავიგე ვინც იყო და იმასთან სხვა საუბარი მექნება როცა შემკვდება პოლიციელია ჩრდილშია ეხლა მე მას აუცილებლად შეხვდები და თვალებში შეხედავ და შევეცდები სიტყვები შევახსენო და ეს არ არის აქ სასაუბრო და მე გადამიყვანეს ორკაციან პალატაში სადაც პირველი ვნახა ქეთი ბექაურმა უფლებადამცველი იყო მაშინ მე მამა გიორგი ისაკაძე იყო მე ჩემი მეზობელი იყო ერთი რომელმაც მე აღმომაჩინა სხვა შორის ბადრაგი დამიყენეს დამაპატიმრა დავით ისაკაძე მამა დავით ისაკაძე და ბადრაგი დამიყენეს და ჩემთან შემოსულებს უკრძალავდნენ რომ ჩემთვის ტელეფონი მოეცათ ნუ მე მახსოვს რომ არცხილაძე მეუღლით თურთ იყო მოსული მათ ტელეფონი შემოიტანეს და მაშინ გავიგე პირველად ჩემი მდგომარეობა წარმოიდგინეთ მე არ ვიცი სად არიან ჩემი შვილები ვიცი რომ არის მსხვერპლი და ნუ მოგვიანებით გავიგე სადაც იყვნენ ჯერ თბილისის პოლიციის სამმართველოში მერე მარნეულში აწამეს უღმერთოდ ნაწამები იყვნენ უღმერთოდ და გამოსვლის დროს გამოსვლის ორთვიანი ვადის მოხდის მერე უფროს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უფროსი ვაჟი ჩემი გიორგი წასულიყო საზღვარგარეთ და მე არ დამავიწყდება ის დღე როდესაც ჩემი ძალიან ხმაურიანი შვილები ხომ რომლებსაც აი ყირაზე როდგებიან 9 და 6 წლის თუ 10 და 7 წლის ასაკის ფეხბურთელები არიან როგორ ჩუმად ხედან ჩემოდნებთან როგორ ალაგებენ ერთმანეთს მუჯულგონს ურტყამენ რომ ეს ჩადე საქართველოს დროშა ჩადე ის ჩადე რაღაც აი და ჩემი რძალი რომელიც იმ დროს სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მუშაობდა დაწერა განცხადება და მეუღლესთან ერთად წავიდნენ საზღვარგარეთ და გადნიერდებიან ეს პატარა ტროლუკები რომ მეუბნებიან რომ შენი შვილები ხო კარგად მოაწყე საზღვარგარეთო ჩვენ გიორგის წასვლამ ფიზიკურად გადაარჩინა მთლიანად დარჩენილი მთელი ჩემი ოჯახი როდესაც ის ძალიან უპრეცედენტოდ მოკლე დროში თვენახევარში მიცეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ხოლო მოგვიანებით უკვე ხელისუფლების შეცვლის შემდგომ გიორგის და ლევანს სტრასბურგის სასამართლო მიანიჭა წამების მსხვერპლთა
სტატუსი და იმ ახალგაზრდების ბატონო ალბათ სწორედაც იმ ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ, რომ არავის არ უსურვებ, რომ მათი შვილები აწამონ მათ გამო, ჯერ ესეთი არავინ არ უნდა აწამონ, მაგრამ მათ გამო რო აწამონ. ეს არის, დიახ. თქვენ გველაპარაკებით ჩვენ და იცით, რომ მეტნაკლებად ვიცით რაზე ვლაპარაკობთ და ამიტომ რაღაცა დეტალებს წავებთ და უბრალოდ გავითვალისწინოთ, რომ ვისმენ საზოგადოება შეიძლება რომელიც ვერ მიხვდეს რას გულისხმობთ. აი 26 მაისს 2011 წელს ორი სიტყვით რო თქვა რა ხდებოდა, ოპერაცია დამჭირდაო, რა ოპერაცია იყო, შვილების წამება, რა იგულისხმება, სადაც წამეს როგორად წამეს. ცოტა დეტალურად რა. დიდი მადლობა ჩემი კალაპოტში დაბრუნებისათვის, საჩვენე ჩემ მეუღლემ გამაფრთხილა, რომ აი ემოცია არ წაგიღოს. ცოტა მძიმეა ჩემთვის, გულწრფელად გეტყვით. ეს იყო 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია 2011 წლის, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენ, აი აქ მყოფი ადამიანებიც ერთად ვილაშქრებდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ. პარლამენტის შენობის წინ, სადაც პარლამენტის შენობის წინ. აი იქ 26 მაისი, 2011 წლის 26 მაისი. და ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეჩქარებოდა, რომ 26 მაისის დილას გაემართა ამავე ადგილას დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიება და გადაწყვიტა, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტები დაერბია და ასე გამოეთავისუფლებინა რუსთაველის გამზირი. ამ დროს თქვენ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდით ოჯახთან ერთად. დიახ. აი რომ გითხრათ დეტალები, რა არის მერე და როგორ მოხდა? ესე იგი, ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა ჩვენ ტანსაცმელი გამოსაცვლელი, მაგრამ ეს იყო სადღაც 9 საათი წვიმა დაიწყო და მაგრამ უკან გასვლა უკვე იყო საშიში, იმიტომ რომ უკვე ვიცოდით, რომ უკან გასვლის დროს შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის არ უშვებდნენ. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ეს ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა, რუსთაველის ორივე მხარე იქნებოდა, ხო, ეს იყო ოპერაცია ყულფი, რომელიც, ესე იგი, იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი, ხომ, რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 9 აპრილს 1999. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა. ერთი, აი, არსად გასაქცევის საშუალება არ იყო. უნდა ყველა ამ ხორცსაკებ მანქანაში უნდა მოყოლილიყო. და დაზიანების გარეშე, როგორც მას ბრძანება ჰქონდა, არავინ გასცა, არავინ არ უნდა ყოფილიყო და რაც შესრულდა კიდევაც. კიდევ ვიმეორებ, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ პოლიციის სამმართველოში რომ მიიყვანეს ლევანი, ყოველ სართულზე ასვლის წინ გადასცემდნენ ესტაფეტით, რომ ეს ოგბაიძის შვილია და ეს ასე ვთქვათ, რომ ყველა ვისაც არ ეზარებოდა თითოს უმატებდა და გიორგი მარნეულში ვიპოვეთ მოგვიანებით მარნეულის წინასადაკავების იზოლატორში ცა არ უნახავთ, არავითარი გასეირნება და რაღაც ეგიჯი და გვარები მახსოვს ვისთან ერთად. ამ პროტესტის დროს თქვენ პარლამენტში შეჭრას ცდილობდით, ან ეს რამე იყო მსგავსი? ესე იგი იყო ცდელობა და ეხლა ვინ და მე ეს კარგად ვიცი ეს როგორც ხდება, რომ იყო მიწოლა იმ მიმართულებით, რომ ხალხი მიწყდომოდა პარლამენტის ალაყავს და რა თქმა უნდა, რომ ეს არ მოხდა და რა თქმა უნდა, არავის არ გაუბედია და არც ქონია რა სისულელეა პარლამენტში შეჭრა ეს იდეის დონეზეც კი არ განხილვა, არც იქ იყო 2009 წლიდან რომ დაიწყო განხილვა ეს ერთგვარი კოალიციური, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ფრონტი რო შეიქმნა, აი განხილვის დონეზეც კი არასოდეს ამ იდეას არ გაუჟღერებია იქ, რომ ვინმე შევარდნილიყო პარლამენტში. ეს პარლამენტში შევარდნა ეს არის ამ ავადმყოფის, ამ სააკაშვილის ხელწერა და მისი შიში, იმიტომ იყო, რომ ეს მაკაგონის ხით გაწყობილი დარბაზი სულით ჩეხინა, რომ არავინ არ შევარდნილიყო, მასე ჩვენებოდა, რომ ვიღაც უნდა შევარდნილიყო ქუთაისში, როდესაც მან პარლამენტი გადაიტანა და ფულიც რო არ ქონა და ჭყალებში ლამის ოფშიაკის დონეზე კრეფდნენ უკვე, რომ ჩქარა ის თანხა
ის პარლამენტი დაემთავრებინათ. ამიტომ ჩემი პასუხი არ ეგეთი არც კი ყოფილა. თქვენ მოხდით საავადმყოფოში რის შედეგად? გირტყეს, ვინ გირტყათ? ძნელია გავიხსენო, იმიტომ რომ ნიღბიანი ადამიანები იყვნენ და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კიდევ ვამბობ, რომ ეს ფოტოები, რომელიც ავდალაძემ და იმ ცნობილმა ჩვენმა ფოტოგრაფებმა რის გამოც დაიჭირეს მე და რომ არა ეს ფოტოები ჩვენ ისე ჩამოგწერდნენ, როგორც აი დაგიბარებია ესე რა და ძალიან ცუდი ფოტოებია, სისხლიანი ფოტოებია, ჩემი და ჩემი შვილების და რამდენი როდესაც ხელები უკან შემიკრეს და მედალევანი დაგვაცილეს ერთმანეთს, უკნიდან ვიღაცა მიცნო და რა ქვიან კეფაში ალბათ ორი დარტყმა და მე უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს სანამ საავადმყოფოში არ მიმიყვანეს. ის კი მოკვდა დაიბრიდა მაპატია სლენგისათვის ვიღაცა ყვირო და რაღაცას ეს გახსოვთ რომ ვიღაც ყვიროდა რომ მოკვდაო. კი. გიცნოთ იმ გაგებით რომ არასასურველი ცნობა პერსონალი მიცნო პერსონალურად გვადა. ეს ის არის ოგბაიძე და მოკლედ გადმოვიდა. ამ გაგებით გიცნოთ. რა თქმა უნდა და არა ისე თქვათ და ზურგში კეფაში ორჯერ მოკვდა. კეფაში და აქ გზარული ქონა იდაყვის. ხელები ქონა უკან შეკრული და შეკრული. უკან რატომღაც უკან შეგვიკრეს ხელები. რითი ქონდა შეკრული? აი პლასმასის საზოგადოება ახალგაზრდებმა რო იცოდნენ. დიახ. რომლის გახსნის ყველა ამას ამბობს რომ არავით არის შანსი. კი არა რომ იხსნიდნენ ეს მე აქ შრამი დამჭა ხელზე. ესე იგი როდესაც სასწრაფოში უნდა შევეყვანოთ ეს ბუნდოვნად ეს ჯერ ისევ რომ თლათ არ დამიკარგავს გონება და ბრტყელტუჩათი ეცადნენ ამის ვერ გახსნიდნენ ამას და ხელიც მიაყოლეს ჩემი კარიც მიაყოლეს და ამის შემდგომ შეძლეს ჩემი უკვე ნორმალურ მდგომარეობაში საკაცეზე ლოგიკურად ვამბობ უკვე აღარ მახსოვს და გონებაზე მოვედი უკვე საოპერაციო გრძნობის დონეზე ხომ არ გახსოვთ ხომ არ შეგიძლიათ ივარაუდოთ რისგან გამოწვეული დარტყმები იყო ეს კეფაში და ხელკეტი ეს იყო ხელკეტით დარტყმისგან გამოწვეული და გაიგონეთ შეძახილი რომ მოკვდა ბოდიშკა პერსონალურად მე მომართავდნენ ოგბაიძე და ესე იგი ეს არის რომელი ადგილი იცით მუზეუმის წინ დამიჭირეს, ოდესაც ჩვენ ვართ გაგოდულები ამ გაზით, თან წვიმა იყო და არც ნიავდებოდა და მივყავარ საკრებულოს შენობისკენ, სადღაც აი შუა გზაზე, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და აი იქ არის სპეცმანქანები, თქვენ ხართ შეებოდა და აი იმ მანქანებზე მსხდომა ყოჩაღმა ბიჭებმა მიცნეს და აი იქ დაიწყო უკვე ამ დერეფანში გატარება 4 თუ 5 ადამიანი მირტყავდა დერეფანში გაგატარეს ხელკეტების დერეფანში ხელკეტების ერთდროულად და ის ორი იყო რომელიც რისი ოპერაცია დაგჭირდათ ბატონო შალვა ესე იგი განახეთ კიჭილობის გატერვა ხელზე ლანგეტი და ტვინის შერყევა დაჟეჟილობით. ტვინის დაჟეჟილობით. საკმაოდ ძიმე ის. თქვენი ვაჟების და მე 2-3 დღის მერე ბარემ ამ ფრაგმენტს რომ მოვჩეთ რაღაც მანქანებით ჩემთან მოვიდა დიმიტრი ლორდკიფანიძე, იყო დათო ლორდკიფანიძე და იყო გვანცა ყופარაძის მამა ალეკო ყופარაძე და არ ვიცი გარეთ რა ჩაატარა ასე ვთქვათ დიმიტრი ლორდკიფანიძე, მაგრამ სასწრაფოდ გადამაფარეს ზეწარი და გამომაპარეს ეს არ ვიცი დაბნეულობით ისარგებლეს თუ რა იყო და მე გადამსვეს სასწრაფოდ ახმარებიდან გააჩერეს შუაგზაზე, გადამსვეს მე სხვა მანქანაში და იმ მანქანით მე მივედი სახლში და სახლიდან კიდევ შევიცვალე ადგილი, ხო რა თქმა უნდა ტელეფონი, პირადი ნივთები, რაც ჯიბეში მქონდა ეს ყველაფერი ჩავამართვეს და დღესაც კი ბატონო ბატონ აქ ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ ალეკო ყופარაძეს სადაც არის იქ ღმერთის მფარველობას უსურვებ მას ძალიან დიდი განსაცდელი ჰქონდა აქ ახალგაზრდა გოგონები გვესწრებიან და მათ უნდა იცოდნენ რომ ეს იყო კაცი რომელსაც
სკოლის ასაკის 14-15 წლის ქალიშვილი დაუჭირა სააკაშვილმა გამოგონილი შეთითხნილი ბრალდებით და ეს გოგონა სრულწლოვანი გახდა გვანცა ყუფარაძე რუსთავის ქალთა ციხეში. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმი, სულ რომ მეტი არაფერი მომხდარი იყო, გვანცა ყუფარაძის საქმე არის ემბლემატური. და მისი მამა ეს კარგად მახსოვს და ბევრ თქვენგანს ყოველ დღე წლების განმავლობაში სანამ მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი იჯდა ქალთა ციხეში ყოველ დღე მიდიოდა რა თქმა უნდა მას ყოველ დღე შვილთან შეხვედრის უფლებას არავინ აძლევდა ყოველ დღე მიჰქონდა რაც შესაგზავნად იყო საჭირო და მთელი დღე იდგა ციხის წინ რომ ვაი თუ ციხეში რაღაც მოხდეს და ჩემ შვილს გარედან მაინც მივეხმარო. ეს იყო რეალობა. შესაბამისად მას პატივს მივაგებთ იქ სადაც არის და ღმერთმა გაანათლოს დიდება მის ხსოვნას. ბატონი ალეკო დეპუტატი ოპოზიციონერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხომ სწორად ვამბობ და ოპოზიციონერი თანამებრძოლი ჩვენი ერთ-ერთი შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატი უკვე ქართული ოცნებიდან ვანის მაჟორიტარი დავით ლორთქიფანიძე ეს არის სამი პირი ვინც მოდის და საავადმყოფოდან ზეწარ გადაფარებული გაგაპარეს რატომ გახდა საამისოდ საქმე თქვენ რაიმე გემუქრებოდათ საავადმყოფოში ექიმების ხელში ისეთ რა არის ვარაუდის დონეზე შემიძლია რომ ჩემი გამოჯამთელების შემთხვევაში მე გადაყვანილი ვიქნებოდი უკვე ჩვეულებრივ ასე ვთქვათ, საჟელ აღსრულების დაწესებულებაში. გქონდათ წაყენებული რამე იყო და არანაირი ბრალი არ მქონია წაყენებული და ბადრაგი რომ მედგა არც მაგის რაიმე დამადასტურებელი დაპატიმრებული რო ვიყავი როგორც იმ ვაჟბატონმა საოპერაციოში გამომიცხადა არც მაგის დოკუმენტი არსებობს უფრო მეტსაც ვიტყვი ლევანი რო იყო დაკავებული ამის დოკუმენტიც კი არ არსებობს. ეს არის ყველაზე მძიმე. შესაბამისად იყავით უკანონო თავისუფლება. მეც და ჩემი შვილიც ვიყავით გიორგიზე გვაქვს რაღაც ფორმალური პოლიციელის დაუმორჩილებლობისათვის რაღაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევით. ნუ ეს გვაქვს. ლევანზე და ჩემზე არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. ეს არის უკანონო პატიმრობა. აქვე აღნიშნოთ კიდევ ერთხელ რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში ოგბაიძეების საქმეზე დაადასტურა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, რომელიც კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. თქვენ თუ შეძლებთ და გაქვთ სურვილი ასე ვიტყოდი, ბატონმა სოზარმა კი უკვე იკითხა ერთხელ, მაგრამ კიდევ კითხავთ კონკრეტულად წამების და არაადამიანური მოპყრობის მეთოდებზე თქვენ შვილებთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ საუბარი ეს კომისიას გამოადგებოდა როგორც ინფორმაცია. მე არ საუბრობ მხოლოდ და მხოლოდ დაკავების დროს. შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის მე დაშვების სფერო და არ ვამართლებ. აქ საუბარი არ არის დაკავების დროს რაღაც ჯიკავზე და რაღაც წარტყმა წამორტყმაზე. აქ საუბარი არის ხელებს შეკრული ადამიანის ცემაზე. მე ვსაუბრობ ახლა ლევანზე, ესე იგი, მასაც ხელები რატომღაც უკნიდან შეუკრეს და აი ეს ცნობილი ფოტო რო არის რუსთაველზე ესე ვთქვათ არ მინდა რუსული ტერმინი ვიხმაროს, ცალუღით შეკრული, ეს პლასმასის სპეციალური მოწყობილობით შეკრული ადამიანებს რო ყრიდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთ ადგილზე ხო გიორგის ესა ლევას დააყარეს ზემოდან ეს ადამიანები და უბრალოდ იგუდებოდა. ესეთ მერე მიკროავტობუსში რო აიყვანეს, რითაც გადაიყვანეს უკვე წინასადაკავების იზოლატორში, აქაც კინაღამ გაიგუდა. ზედ დააყარეს და მერე ერთ ზედამხედველს უთხოვს, უი ამას მართლა ხელები უკანა აქვს შეკრულიო. მერე როდესაც ჩამოსვეს, ყოველ სართულზე უკვე ცნობილი იყო რომ ეს ოგბაიძის ვაჟი იყო, ყოველ სართულზე აყვანის რომ ყველა უმატებდა ხელებს შეკრულს, ყველა და კიდევ ერთი კურიოზი. ნუ თუ ამას კურიოზი და ხელებთან ერთად აიქ რო დაყარეს, ხო არ ვიცი ზედმეტი გულმოდგინებით ფეხებიც შეუკრეს.
ფეხებით შევასი, ხელები ხო უკანა აქვს და ფეხებით შეუკრეს და როდესაც აძლევდა ბრძანებას ეს ვინც უფროსობდა რომ სირბილით ჩქარ მიდგა და კიდევ დაუწყო ცემა რომ ლევანი ვერ გარბოდა და მე რა თქვა რომ უი ამას მართლა ფეხები აქვს შეკრულიო კაც ხო და ესეთი კურიოზიც როგორი კურიოზია ლევანისთვის მაგრამ მაინც ვიხსენებ ბატონო შალო მადლობა ამ დროს თუ ან მერე ან მანამდე ან ამ დროს თუ იჩენს თქვენზე რაიმე ტიპის ყურადღებას რომელიმე მაშინ ხელისუფლებაში სააკაშვილთან ერთად დარჩენილი ეგრეთ წოდებული ჟვანიას კადრები არა არც ერთი არ ყოფილა რა აქ ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა გაწყდა მას შემდეგ რაც გასაკვირი არ არის მათ თვითონ ჟვანიას მკვლელობის შემდეგაც კი არ გამოიჩინეს ის გამბედაობა რაც ალბათ მოსალოდნელი მოლოდინი იყო საზოგადოების მხრიდან თუმცა მე გავაგრძელებ პროკურატურასთან ურთიერთობა მე ხო ბოლოს მე ვიხსენებ რომ ჩემი პროკურორი იყო ბერდია სიჭინავა დიახ ეხლა პოლიტიკურ პარტიაშია ეს ახალგაზრდა კაცი და ხოლო შემდგომ უკვე დაახლოებით პარტიაშია გახარიას პარტიაში ხო და მოგვიანებით ბერდია სიჭინავას მე უკვე შემდეგმა გამომძიებელმა უკვე როდესაც მე პერმანენტულად შეხვედრა ქონა კბილაშვილიდან დაწყებული და ბოლოს ბატონ შოთაძესთან და როგორც იქნა ერთ ფრაგმენტში ცნეს დაზარალებულად და აი ეს ზარალის ოდენობის განსაზღვრის მიზნით სხვა პროკურორმა უკვე ეს დოკუმენტები გადმოგცა ჩვენ მივიტანეთ ეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და რაღაც წეღამდითაც დავიწყე კიდევ გავიმეორებ რომ ზომიერი ოპტიმიზმის იმედი მაქვს რომ ჩვენი კომისია თუნდაც ამ კომისიის მუშაობის შემდგომ რაღაცნაირად დაჩქარდება და ხაზს გაუსვა არა მარტო ჩემი არამედ ყველა იმ ადამიანის ვინც ეხლა სამართალს მოელის აი სამართალს ვინც მოელის ხო აი ეს არის ეს კატეგორია ვინც აწამეს დაიჭირეს ქონება წაართვეს შვილი მოუკლეს და აპატიმრეს და მათ საყურადღებოდ ვამბობ ამ ნაც რეჟიმის საყურადღებოდ ვამბობ რომ მართლა არ იქნება სამართალი სანამ ეგენი იქნებიან სანამ პარტია არ დაიჯება იქამდე სამართალის მშვიდობა ვერ იქნება ეს არის რეჟიმი რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეფასდეს და გასამართლდეს და მათი მოსვლა ხელისუფლებაში უბრალოდ შეუძლებელია. ნუ ეს უკვე სხვა თემაა, ბოდიშ ვიხდი და ექსპერტიზის ბიურომ გასცა უკვე დასკვნა თქვენ საკითხს. ექსპერტიზის ბიუროს ველოდები მე დაახლოებით უკვე ცოტა 2 წელიწად ნახევარია და იმედია რომ ალბათ უნდა შეაფასონ, რა ვიცი ველოდები. თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამბობს ამის შესახებ, რომ ექსპერტიზის ბიურო წლებს ანდომებს. იცით რა არის ბაბათეთ კალდანტე რატომღაც ძველ აი ხელისუფლება რო შეიცვალა და ახალი მოვიდა ყველას კარგად გახსოვს თავს მოხვეული კოჰაბიტაციის სპეთა რეჟიმი როცა ხელი არ ახლო არ დაიჭირო არ ატკინო ნუ მოკლედ რაღაცეები კომპრომისზე წავედით ხომ ასეა მათ შორის თითეული ჩვენთაგანი ჩვენი ოჯახის წამების ქონების წართმების და ამის ხარჯზე წავედით კომპრომისზე, მაგრამ ეს ხარ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და ამიტომ ხშირად აშინებდნენ მაშინ ახალ ხელისუფლებას, რომ არ ეყოფა საქართველოს 10 წლის ბიუჯეტი და ასე შემდეგ. არ არის ასე საქმე, მეგობრებო. ზოგიერთი ადამიანი მზად არის, რომ თუ კი სახელმწიფო დაუძახებთ, ერთ ლარს აიღებს მორალურ ასე თქვა მორალური კმაყოფილების გამო, რომ დაკმაყოფილდა სამართალს, ან არსებობს კიდე სხვა ფორმა მაგალითად თქვათ თუ კი მეწარმეა 20 წლის განმავლობაში რაღაც გარკვეული ესეთი ობლიგაციური თამასუქი მიეცი რომ დღეგეს 20%-ის მაგიროთ მაგალითად 10% გადაიხდი ესეც უკვე საქმე ამიტომ ის ეკონომიკურ სივრცეში კვლავ რჩება კვლავ დოლარს შექმნის არ დაზარალდება სახელმწიფო ამიტომ ამაზე ლაპარაკი უნდა და კარგია რომ ეს თემა წამოწიეთ და საერთოდ ამ თემას უნდა დაუბრუნდეთ გასაგებია შეკითხვები თუ არის ბატონი სოზარი ბატონო შალო ხა თქვენ მოყევით რაც მოხდა
2011 წლის 26 მაისს გვახსოვს ასევე 7 ნოემბერი 2007 წლის. თუმცა არის კიდევ ორი თარიღი, რომელიც ასევე ძალიან ხშირად ხდება როგორც სააკაშვილის რეჟიმის ძალადობის მართლანიშანსვეტები. ეს არის 2009 წლის 6 მაისი და 14 ივნისი. 6 მაისი ახსენეთ თქვენ და იქნებ ჩვენ მეიმედი მაქვს რომ მოგვეცემა საშუალება ამ კომისიის ფარგლებში ცალკე შეხვდომებიც მიუძღვათ ამ თარიღებს, მაგრამ ხარე მაგ ხართ და იქნებ ამ დღეზე ისაუბროთ. როგორც მოწმემ და იქ ყოფმა ადამიანს. ესე იგი, ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. ვიღაცის ბრძანებაზე შიგნიდან, როდესაც დაიწყო სროლა ბეტონის ნამტვრევების, რამაც მე თავი გამიტეხა 14 ნაკერდი. შიგნიდან რას ნიშნავს? სად ხდება? ეს ხდება პოლიციის სამმართველოს შიდა ეზოდან, ასე ვთქვათ, ხოლო უფრო უკან მდგარი ადამიანები არიან უკვე პლასმასის ტყვიებით, ის არა პლასმასის რომელიც ახლო მანძილიდან სროლა აკრძალულია. ეს დოკუმენტი თვითონ შალვა ჯანაშვილმა გაასაჯაროვა და ახლო მანძილზე ის პლასტმასი დაშლას და შიგნით არსებული ბისმუტი, რომელიც როგორც კი გასკდება, უნდა აორთქლდეს, ხო ვერ ასწრებს და ამიტომ ადამიანს აზიანებს და ნანახი გაქვთ ჩვენი თანამებრძოლები თვალი დაკარგეს იქ ახლო მანძილიდან სროლაში და ესე იგი აბსოლუტურად გავიმეორებ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც გაბედა და ძლევამოსილ ვანო მერაბიშვილის, ასე ვთქვათ, პოლიციის სამმართველოს და ხმის ამოღება გაბედა. ერთი შურდული კენჭი, ქვა, ბოთლი არავის არ ქონია ხელთ აბსოლუტურად მშვიდობიანი ხელაწეული ხელებით აპროტესტებენ ადამიანები დაკავებული ახალგაზრდების წამებას, რომელსაც ძალიან და ეს წამება განვრცობადი იყო და უფრო უკეთურ რაღაცებს აპირებდნენ, აღარ მინდა ეხლა ვთქვა. რის გამოც ჩვენ დავიძარით რუსთაველის გამზირიდან მერე ფეხით და ჩავედით იქ. აი რა ხდებოდა? ანუ იქ თქვენ პირადად ესე იგი პირველი მე ზურგით ვიდექი, ახლა მე მცნობნე და მე ზურგით ვიდექი, ასე ვთქვათ, პოლიციის სამმართველოს ალაყაფის მიმართ და ვცდილობდი, რომ ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, უკვე პირველი გასროლა რომ მოხდა, არ მიახლოებოდნენ ღობეს. მე ვიცოდი ეს რითაც დამთავრდებოდა, ეს ჩაითვლებოდა შეჭრის მცდელობად და შეჭრის მცდელობა ერთადერთი საწყალი იმის უცნობს დააბრალეს ფუცლით გადახდა და რა უკანეს თქვენ კარგად იცით ის ყოფილა თურმე ის აბორდაჟით აღება იმ პოლიციის სამმართველოს, მაგრამ მე ვაკავებდი ამ ადამიანებს და რომ ეს არ მომხდარიყო და აი ამ დროს უკნიდან მომხდა აი ეს დამტრეული ბეტონის რაღაც ნამსხვრევი 14 ნაკერი დამადეს და მე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილო თუ შეიძლება ასე ითქვას რა. და ერთ მომენტში სოზარი ცდილობდა, ჩემს ბატონი სოზარი ცდილობდა მე გადამფარებოდა და გია მაისაშვილი. გიას პირდაპირ შუბლში მოხდა. მე უკვე რო ჩავიკეცე, აი მაგის მერე მოხდა, ეგ ამბავი გონება რო დავკარგე, მას მერე აი მაშინას ტვინის შერყევა მქონდა. ხო და თქვენზეც იძალადეს მაშინ მე როგორც მე ყველასთვის ცნობილი გახდა. არ გინდობდნენ არც თქვენ ბატონო სოზარი. ერთი უბრალოდ წეღან ბოლომდე რაღაცებში მაინც რო არ დარჩეს საზოგადოებისთვის უცნობი. ქონება, რომელიც თქვენ წაგართვეს რუსთავში, ისიც გადანაწილდა. ქონება საზოგადოების საავტომობილო ფედერაციის ორგანიზაცია. დიახ, ორგანიზაცია. რამდენი იყო ღირებულება მაშინ ამისი? იცით რა, ძვლის, რა თქმა უნდა, ცოტა იყო, იმიტომ რომ ეს იყო მხოლოდ როგორც ტერიტორია შეიძლებოდა, მაგრამ ინვესტიციის გაწევის შემდეგ საკმაოდ სოლიდური რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ეღირება, რა თქმა უნდა. ამ ქონების ესე იგი 31% მფლობელი გახდა მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი
ჯორჯ ალასანია. არა, ეგ კარტოდრომია. ბატონო? ეგ ავტოდრომი არა, ეგ კარტოდრომი. დიახ. კარტოდრომზე თუ საუბრობთ, კარტოდრომი ეს არის ლუბლიანას ქუჩაზე, საავადმყოფოების რიგი რო არის BMW-ს ცენტრის გვერდზე არსებული დახურული კარტოდრომი კომპლექსი, სადაც დავით ბავშვები მიყავთ, ესეთი ატრაქციონია, ფულს წერს, ბავშვები ხარობენ, მაგას ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ფლობელები არიან აი ეს ადამიანები, რაც გითხარი და ოჯახის წევრებზე როგორ ანაწილებდა და ახლობლებზე ქონებას ამის თქმა მინდა, სხვისთვის არტო ქონებას. ესე იგი, თავის ბიძაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯორჯ ალასანიას 31%, თავისი ექიმის შვილს ნიკოლას ყიფშიძეს ასევე შეერთებული შტატების მოქალაქეს 31%, ასტრადიღობს 22%. სხვათა შორის ბოლო ჩამოსვლა რო იყო მაგათი შარშანწინ. წლის ბოლოს რო ჩამობრძანდნენ, ხო? თემურ ალასანია და მაგისი შვილი, ხო? თუ 3 წლის ბოლო იყო ეს მახსოვს. ერთი შეხედვით თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის აი იმ პერიოდს ემთხვევა მათ მიერ მფლობელების გრაფაში ცვლილება და ეხლა მფლობელები დღეს ფიქსირდება, ეხლა ამას სახელს რო არ ქმევენ ხოლმე რაღაც limited property pimp-pampo რაღაც სახელებით შეიცვალა უკვე თქვენ ხარ ჩემი ბატონი, რა თქმა უნდა პანამაში თუ სადღაც ოფშორული კომპანიებით ჩაანაცვლის. როგორ? ოფშორული კომპანიებით არის პანამა და რაღაცების ჩანაცვლებული და თქვენ ხარ ჩემი ბატონი. კითხვები თუ არის? რაიმე ხომ არ დაგრჩათ თქვენ სათქმელი ბატონო შალვა? სათქმელზე მეტი საკეთებელი გვაქვს ყველას ერთად და მე ბედნიერი ვარ რომ მუშაობ კვლავ ვემსახურები ჩემ ხალხს, ჩემს თანამოქალაქეებს, მე 4-ჯერ გახლავართ საკრებულოს წევრი, ჩემ გუნდთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად და კიდევ ერთხელ გაძლევთ სიტყვას, რომ არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს სამართლებრივად, შეფასდეს და მათი ხსენება აღარ უნდა იყოს. გასაგებია, მე მინდა თქვენ და თქვენი სახით თბილისის საკრებულოს თითოეულ მის წევრს დიდი პატივისცემა დაუდასტუროთ ჩემი და კომისიის სახელით. მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის. თქვენს მეუღლეს დაუდასტურო ასევე როგორც ყოფილმა სპორტის მინისტრმა დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ მიუხედავად ამ ბევრი უბედურებისა ის დღემდე ემსახურება სპორტის მუზეუმს. ერთგულად ასევე საავტომობილო ფედერაციას, რომლის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი თქვენ იყავით და ჩემი მინისტრობის პირობებში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მართლაც რომ გულანთებული რბოლელებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია და ის დღემდე ასე აგრძელებს საქმიანობას. თქვენ მადლობა ყველაფრისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული დოკუმენტები თქვენ კი წარმოადგინეთ, მაგრამ სანამ ჩვენ ამოვწურავთ ჩვენი უფლებამოსილების ვადას, რომლის ერთი თვითგაგრძელების საკითხი ცხვარ იქნება განხილული საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აი ამ პერიოდში თქვენ გააგრძელებთ ჩვენთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ დასკვნაში სწორად და შესაბამისად აისახოს თქვენი საქმის მრავალმხრივი ასპექტი, იმიტომ რომ ეს არ არის ერთკომპონენტიანი საქმე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო შალვა, წევრებს ვთხოვ რომ 15 წუთში განვაახლოთ სხდომა, ვინაიდან უკვე შემდგომი პირი წარდგება ჩვენს წინაშე, ჩვენ არაპირდაპირ პრინციპში